ის ფალსტარტი გამოვიდა. აი აქ კი უკვე დაიწყო შეხვედრა, წითელი მაისურებით არის. სივრცე ქონდა მე-16 ნომერ ბერგს, რომელმაც პასი გააკეთა მარცხნივ დარტყმა ამბულს. რამხელა სივრცე აქვს, შეხედეთ, თავი უნდა აწიოს და ზუსტი პასია საჭირო. და არა, კიდევ უფრო უკეთ შეიძლება და ქართება მარტივი ბრძოლა, მაგრამ შევხედოთ. კარგად დაატრიალა. შვედებმა გავიდა ეს გადაცემა სახიფათო ეპიზოდი. ერთადაც მაინც შევსებულია მალმოს ეს ნიუ სტადიუმი და პირველივე ძალიან სახიფათო შეტევა პირველივე წამებზე და წაართვა ბურთი. ერთი გაფრთხილება იყო პირველ ტაიმში იონსენია გაფრთხილებული საყდენი ნახევარმცველი რომელმაც ახლა პასი გააკეთა და კურიოზული გოლთან ვიყავით ახლოს მარცადოთ ბურთის დაბრუნება. არა სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა და აქ სახიფათო როგორი შეცდომა გავიტანა ტახალი მაინც გაიტანა ალი ეს ბურთი და მაგრამ გიორგის არა იქ უკვე მეგარდო სარდასთენოდა რომ აი აქ შეხედეთ აი პოზიციური ვეღარ ჩამოვიდა თავით ვეღარ ითამაშა ნუ გაუადვილა საქმე შემდეგ უკვე გიორგი მაკარიძის ფეხის დაცდენა ტახალის და მალმემ გახსნა ანგარიში ნუ ისე კიაგო არა ზოჰორე იყო ეს ზოჰორე ყოფილა კიაგოს რასვეთში დასტოენის შემდეგ ისე მალმეო ძალიან აგრესიულ ფეხბურთს გვიპირისპირებს. კიდევ ერთი როგორი შანსი გუდიონსენი იყო ერთ-ერთზე პრაქტიკად. ალმაღალი ფეხბურთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ნაკრები და კლუბები და ყველა ჩამოსულია ჩვენ საჯარიმოში და აგერ საუბრობდი ამაზე და კაპიტანმა გაგვიტანა. ნახოთ კიდევ ერთხელ საიდან შემოირბინა ნახეთ. ეხლა ალბათ მთავარია რომ ძალიან არ გაიშალოს ჩვენი გუნდი. და დიდი სხვაობა არ მივიღოთ ამ თამაში. მოვიდა მეტოქისგან, მაგრამ გადავიდა. მაშინ აუტი უნდა იყოს და ჩვენია ბურთი მაინც. აქ რა ხდება ეხლა? შეტაკება იყო ფეხბურთელებს შორის. ნიჩაერია საქმეში და წითელი. იზო მამაგეიშვილია გაძევებული. აქეთ ყვითელი. კაპიტნების ეს საკინკლავება ჩვენ უფრო ძვირად აგვიჟდა. იმ გიორგი ტაბატაძე ჩააწვის მეტოქის საჯარიმოში. აკიაგვა ურტყავს, არ იყო როგორ ჩემპიონს და ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა, ვინც ამ ეტაპზე შეიძლება ყოფილიყო ჩვენი გუნდის მეტოქე, ნუ სხვა ერთსაც ძალიან ძლიერი კონკურენტი ყავს. კიდევ ერთი ჯარიმა. აბა არის შანსი და როგორ ვერ აქაც ძალიან თავისუფლად მიაღებინეს, მაკარიძე ახერხებს. არეული დაულაგებელი. ძალიან ბევრი შეცდომებით. აგერ აქ ეხა მაკარიძემ იხსნა გუნდი. არ არის როლი ალბათ ასეთ შეხვედრების ყურება, როდესაც შენი გუნდი პრაქტიკულად განწირულია. ახალის დუბლი რა მარტივად. ეკარი საჯარიმოშიც კი და საჯარიმოს სიახლოვესაც გავგითხრა. თავად წამოიწყო. იმას ხო პასი გამოვიდა უფრო ალბათ როზენგრეს რაღაც თითქოს დარტყმას აპირებდა რაღაც ესე მომეჩვენა მე. აი არა პასია. მაგარი პასი გააკეთა. ძალიან მაგარი პასი გააკეთა. მეთქი აჭრას აპირებდა ეს კუთხეში მეთქი დარტყმის მომენტში, მაგრამ შესანიშნავ იდეალურად წინ არის შვედეთის ჩემპიონატი და ეს ახლა რეალურად უკვე შედეგშიც აისახა და სამწუხაროდ არც არაფერი არ გვიკვირს. გავიდა ეს პასი, ხორხელი ერთ-ერთზე ყავს მიცველი. აი ზაგანია შემდეგ დარტყმამდე თუ მიდგა საქმე გაიტანა ზაგანიამ ერთი ბურთი. კოჩახ. ანუ ორივე თამაში მაინც გაუტანეთ მალე. ამირან ზაგანია 23 წლის შემტევი საქართველოს ჩემპიონის. არა ცოტა პაუზა იყო.
და ალბათ დაასრულებს კიდეც შეხვედრას ფრანგი არბიტრი. დაასრულა. 3-1 მალმეო მეორე შეხვედრაშიც ალგიური შედეგით გაიმარჯვა როგორც თბილისში.